დღეს ბუმია მეგობრებო, რო ყველაფერისთვის შაქარს აბრალებენ. წონაში დაკლება გინდა, შაქარი უნდა დაანებო. დიაბეტი, შაქარი დაანებო, ინსულინი, ისა, მაგრამ ეს შაქარი რა მოუხდა, რო ყველაფერი შაქარს აბრალებ. ხალხი ფიქრობს, რომ ადრე იმდენი შაქარს ჭამდა ხალხი, რატო 100 წელი ცოცხლობდა, რა მოუვიდა. ეხლა დღის ვიდეოში მე გეტყვი, შაქარი რამდენი საჭიროა და ჩვენ რამდენი შაქარს ვჭამ და რომელი პროდუქტებში თქვენ რო იცის შაქარი არ არის, მაგრამ დამალულია შაქარი. მოდი დავიწყოთ პირდაპირ, ბევრი რო არ დაველაპარაკო. 1 კოზი შაქარი გმერთმა უკვე ჩვენი სიცხილში შეურია. მოგცა ჩვენ. 1 კოზი შაქარი ჭირდება, ბუნებრივად გვაქვს ჩვენ სიცხილში. მე ჩვენ დღეური ცხოვრებაში ჭამ მთელი დღე ეგეთი პროდუქტები, რომელი ადრე თუ გვიან შაქარით გადამუშავდება. საუზმესი სუხარი, გინდა შავი პური, შურიის ფაფა, გინდა ბრინჯის ფანტლებია თუ რაღაცა ეგეთი რაღაცები რო ჭამს. ეს ყველაფერი არ არის შაქარი. მაგრამ ჭამის მერე გადამუშავდება შაქრით. იგივე შაქარია. ანუ 1 კოზი შაქარი რომელიც იყო, ეს გახდება კოზი ნახევარი ან 2 კოზი. რომელიც მერე ტრიალებს სიცხილში და ეს სიცხილში ზედმეტი შაქარი მავნეა. მერე რატოა ეს მავნე? ნახე მეგობრებო, სიცხილში ზედმეტი შაქარი ჩვენი ორგანიზმი ვერ იტან. ინსულინი სწრაფად მიდის, რომ მოვიყვანო ქვევით. აი როგორ სასტრაფო მიდის, ან სადმე სიცხლი უნთია და ეს რომ მიდის, რომ ჩავაქროთ. ისე უშვებს ჩვენი პენკრიას, მიდი და მოიყვანე ქვევით. მიდის, მოიყვან. ჩვენ ფიქრობთ, ეს ნორმალურია, ჩვენ შევჭამ, მე რა პენკრიას თავის საქმეს აკეთებ და რავი რა, ყველა ესე ჭამ. 20 წლის მერე ადრე ადამიანი ნელ-ნელა გასუქდებოდა. მაგრამ დღეს 6 წლის, 7 წლის ბავშვები, 3 წლის ბავშვები პუტყუნა, სუქანა და დადიან, ძლის დადიან. ყველას ინსულინის რესისტენტობა. რომელი ადამიანი აი აქედან გასუქდება, ინსულინი რესისტენტობა და მომავალში ზოგი 20 წლის, ზოგი 30 წლის, ზოგი 40, როდის გაიგებს ეს თემა, ზოგი მალე გაიგებს, მიდის ანალიზზე, ზოგი შეიძლება არა მე რატო დიაბეტი, არა. დიაბეტს ესე ფიქრობენ, რატო? არა, მე გენეტიკაში არა მაქვს. ცემენტით გაკეთებული არ ახარ. დიაბეტით ბილიონობით ადამიანი ცხოვრობს, რომელმა დღეს არ იცი. ეხლა დიაბეტი რა შვება? ჩვენი თირკმელები აფილტრებ იმ ზედმეტი შაქარს. პირველი რიგში დიაბეტი ურტყავს პირდაპირ თირკმელებს. ანუ თირკმელი გაფუჭდება. თირკმელის ფილტრების სისტემა, უჯრედები რო არის, გაფუჭდება. კაი, 2-ია თირკმელი. მოიყვანს გარეთ. ოფლიდან არ მიდის გარეთ, ხო? მიდის შარდისგან გარეთ. შაშარდე გზების ინფექცია დაემართება. საიდანა შაქარი ტრიალებს, იქ ინფექცია დაემართება. კაცებში პროსტატა, ჯირკვალი გადიდდება, ანთება, ბოლოს კიბოც. ქალებში საშვილოსნო ახალგაზრდა გოგოებს პოლისისტური ოვერინ სინდრომი რო ეძახენ, კისტური სინდრომები, აქტათასი რამე, კისტები. დიაბეტია. ერთ-ერთი ტიპის ეგეც დიაბეტია, ინსულინის რესისტენტობა. გვიძლში შეჩერდება ზედმეტი შაქარი ნაჭამი, მერე გვიძლი გაცქიმიანდება, ზედმეტი ქოლესტერინის გაკეთება დაიწყებს. მერე ეძახიან ცუდი ქოლესტერინი მოემატა, ერთი წამალი მაგისთვის მოემატება. სეს ზარგვები გაიჭედება, გულის შეტევების ერთ-ერთი მიზეზი შაქარია. ჩიკვი
ზედმეტი შაქარი, მეტაბოლიზმი ნელი, ვერ ხარჯავ ჩვენ იმ ნაჭამი, ბევრი შაქარს, ციქვის პრობლემა დაემართება. კიდე ზევით წავიდეთ. თვალებში ლაუკომა, კატარაქტები, ზედმეტი შაქრის ბრალია. ტვინისკენ თუ წავიდა, დემენშია, პარკინსონი, ეგეც ერთი ტიპის დიაბეტია. გულს ანგრევს, ციქვს ანგრევს, თვალებს ანგრევს, ტვინის ანგრევს. კაცის პროსტატას ანგრევს, ქალის საშვილოსნოს ანგრევს, ვენებს ანგრევს. რა დარჩა? იმიტომ შაქარი უნდა გაიგო, რომ ეს პირდაპირ შაქარი მარტო შაქარი არ არის. რა არის შაქარი? სურისფაფა შაქარია, ბრინჯის შაქარია, სიმინდის შაქარია, ის სწრაფი ნახშირის წყლები თუ შეჭამს, იმის მერე უნდა დახარჯო ეს, უნდა იარო. რა ჭამის მერე შაქარი არ იმატება? პროდუქტი, რომელი შაქარი არ იმატებს. ნებისმიერი ძეთი, გინდა კარგი ძეთი, გინდა ცუდი ძეთი, ცხიმი, ძეთი შაქარი არ იმატებს. კარაქი შაქარი არ იმატებს. ხორცი შაქარი არ იმატებს. კვერცხი შაქარი არ იმატებს. ბოსტნეული შაქარი არ იმატებს. შეგიძლია ამაზე იცოცხლო? ძოლის დაკლება გინდა, ან დიდი ხანის ცხოვრება გინდა, ძალიან საგად ცხოვრება გინდა. ცოტა ეს საწმელები, ხორცი, კვერცხი, ბოსტნეული, ხანის ცოტა რაოდენობით ხილი. ეგ არის. ეს პროდუქტები არ მოიმატებს. კიდე არსებობს ძალიან საგი პროდუქტი, რომელიც გლიკემიური დატვირთვა არის დაბალი. ის დაბალი გლიკემიური დატვირთვა შაქარი არ უმატებს და თქვენი ეს ორგანოები, თვალი, ტვინი, გული, ციქვი, პროსტატა, საშვილოსნო, მკერდი, ეს ორგანოები იქნება დაცული. იმედია მიხვდი, რომ შაქარი რატო ცუდია და რაში შედის. სულიკავი ჯამთელი და ბედნიერი, ჭამე საჭმელი, მშიერი მე არ გეუბნები რომ უნდა იყო, კარგად უნდა ჭამო, მაგრამ ჭამა არის, საჭმელი არის ენერგია, ეს ენერგია მე უნდა დახარჯო. სულიკავი ჯამთელი და ბედნიერი.